საქართველოში დენის ტარიფი ძვირდება. ელექტროენერგიის ახალფასს ქართული ოცნება ახალ წლამდე 2 დღით ადრე დაადგენს. სწორედ 29 დეკემბერსაა დაგეგმილი სხდომა სემეკში, სადაც ახალ სამომხმარებლო ტარიფებზე უნდა შეთანხმდნენ. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს, ბიზნესს შეეხება. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება ორი ძირითადი ფაქტორის გამოა მოსალოდნელი. გამანაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში საჭირო ინვესტიციების განხორციელება და ზოგად ბაზარზე გაძვირებული ენერგია. მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით გაძვირდება დენი და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. ჩვენსმერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს. ეს არის როგორც საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც 3 კატეგორია გვაქვს. 0-დან 100 კილოვატამდე მომხმარებლები, 100-დან 300 კილოვატამდე მომხმარებლები და 300 კილოვატიდან მეტს, ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. ტარიფის ზრდის მოლოდინი არის ძალიან დიდად არა, თუმცა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში. ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, ენერგია ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ტარიფზე მოქმედებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტისას დაკავებული მერაბ სარალიძის, თენგო გველესიანის, არჩილ ჭუმბურიძის და გიორგი ნეფარიძის პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა. ადვოკატთა გამოსვლები 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგადაც სასამართლოს პატიმრების პოზიციებიც უნდა მოესმინა, თუმცა მოსამართლედ ამ ნაწილისათვის მორიგის სხდომა 29 დეკემბერს ჩანიშნა. ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 29 აპრილს დააკავეს პროკურატურამ შუქუთის მაღაზიის დირექტორს და გველესიანს 4-დან 6 წლამდე, ხოლო სარალიძეს და ნეფარიძეს თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროტესტის მონაწილეების თქმით, 28 აპრილს მაღაროს დირექტორმა დემონსტრანტებს ნახირი უწოდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მაღაროელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებზე. უფალს უყარვართ, უფალი არ გავწირავს, მხოლოდ მაგაზინებით ვართ, რომ დანარჩენად სრულიად ანულირებული ვართ, ჭამენ, ანგრევენ ქალაქს და ამ ქალაქისთვის არც ეკოლოგიის სამსახური არსებობს, არც ინსპექცია არსებობს, არც ასე რომ ვთქვათ, შრომის ინსპექცია არსებობს და არანაირი ქალაქია მთლიანად კრიმინალში, კორუფციაში გახვეული და პატრონი არ ყავს ქალაქს, რომ ვინმე ზემოდან ცენტრალური ხელისუფლებიდან მოიკითხოს ადგილობრივი ამბები, ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ბრალდებულები არიან და ჯერჯერობით არანაირი მისჯა და ვერც იჭერენ და არც უშვებენ, წინასწარ გამოუტანა განაჩენი პრემიერმა, რომელსაც ზუსტად იმ პაატა მოდებაზე, რომელმაც ბიჭები დაიჭირა, საქონელი და გამყიდველი უწოდა ჩვენს პრემიერს. არ კითხულობენ სამართალს, არ კითხულობენ მორალს, არ კითხულობენ მდგომარეობას, ვართ სრულიად ანულირებული ყველა სტრუქტურისგან. 5 მარტის მონაცემებით ვიყავით 3620 დასაქმებული. კომპანიამ რეორგანიზაციის შედეგად მოახერხა ის, რომ მხოლოდ 1620 დასაქმებული ყავს. ახლა კომპანია CMC Groups, ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანია ყოფილა, თურმე ახალი გამოჩეკილია. და აი 1600 ადამიანი აკეთებს ზუსტად იმდენ საქმეს და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტსაც, რასაც აკეთებდა 3620 დასაქმებული. წევან ჩემმა მეგობარმა ახსენა, რომ შრომის ინსპექცია და ყველაფერი თუ კი რამე დარღვევა შეიძლება იყოს ამ ქალაქში და ამ საწარმოში, თუმცა ყველა არის გაჩუმებული და ეს გაჩუმება მიუთითებს ერთ რამეს, როგორც სპეციალური მმართველია სახელმწიფოსი ჩართული ამ საქმეში, ასევე არის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებიც შავ ჯიბეთ იყენებენ ამ კომპანიას და ამ კომპანიის შესაძლებლობებს თავისი საარჩევნო დაფინანსებისთვის და ასე შემდეგ. ეს ფაქტები რეალობაა, თუ რამდენით აფინანსებენ კომპანიის დირექტორები არჩევნების წინ ქართულ ოცნებას და ამიტომ არის მუშა კაცის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ხდება მათი ესეთი კომფორტული ცხოვრება. ამიტომ ჭიათურა არის დღეს ფინანსურად
ყველანაირი გაგებით ძალიან კრიტიკულ ზღვარზე იკეტება მაღაზიები, რომლებიც რაღაც შემოსავალს აგროვებდნენ დასაქმებულების ხელფასებიდან გამომდინარე, აღარანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ ადამიანმა იქ იცხოვროს. ჩვენი ის ჩათვლით, მაგრამ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სამართლიანობა უნდა იზეიმოს, ამ სამართლიანობისთვის გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების. უკვე 300 დღეა კარავში ვცხოვრობ, რამდენიც არ უნდა დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას, იქ ვიქნებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. ასეთი უსამართლობა არ შეიძლება. არ შეიძლება მშრომელი ადამიანი ეგრე დაჩაგრო და ეგრე მიუდგე. კუთვნილი ხელფასი დღემდე კომპანიას არა უნაზღაურებია ჩვენი კუთვნილი ხელფასი 60% 2 თვის, რომელიც გვეკუთვნის და ბატონმა სოცკი მე პირადად ვესწრებოდი ამ შეხვედრას, როცა გამოგვიცხადა რომ გეკუთვნით, მაგრამ არ მოგცემთ, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის სრული უსამართლობა და ყველას მიმართავ, რომ ვისაც კი ხელს გეწიფებათ ამ ადამიანის უსამართლო და უნამუსო საქციელი აღკვეთეთ, თორემ ასე არ დამთავრდება ეს ყველაფერი, უფალი ზემოდან იყურება და ყველას გაცემს ადეკვატურ პასუხს, ადრე თუ გვიან და ეს გვიან შორს აღარ არის, ეს 2026 წელი იქნება მაგის დასასრული. სოლიდარობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა მოძრაობისა და პროტესტის მონაწილეები. ადგილზე იმყოფებოდა ვარლამ კოლეთიანი. ვეღარ ვგებულობ საზოგადოება რამდენად ადეკვატურად აღიქვამს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ საერთოდ. ყველა ერთად, ანუ აქ არ არის საუბარი ამ დაჭერილ ხალხზე მხოლოდ, ხო? ამიტომ პირველ რიგში იმწუხილით ვარ აქ ეხლა დღეს, რომ მინდა რომ ვისაც შევხვდები პრინციპში ეს უთხრა პირველი რომ ეს რაც ხდება, რას ფიქრობ, ნორმალურია? ანუ ეს კითხვა მებადება ყველას მიმართ. იმდენად დანაწევრებული არის საერთოდ ჩვენი საზოგადოება და უბრალოდ ერთმანეთის დაჭმაზია მხარეები გადასული, რომ ჩაკარგულია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს სინამდვილეში და ხვალ რომ ვიღაც იგივე იმ განსაჯელის სკამზე აღმოჩნდება. დიდი ხანია ვიძახით ამას, რომ არავინ გამოსაჩლებელი არ ეყოლებოდა ხმის ამომღები და უკვე მივედით პრაქტიკულად მაგ ეტაპზე ვართ, რომ პრაქტიკულად რაღაც წარმოუდგენელი უსამართლობა ხდება ამ მოცემულობით და ამაზე უბრალოდ რეაქცია არის 50 ადამიანის სასამართლოს შენობაში. გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს ასეთ ვითარებაში. ადგილობრივი ჭიათურელიც, საჩხერელიც თუ განსაკუთრებით იმ რეგიონიდან და მე დანარჩენი საქართველოდანაც ყველა. ანუ როდესაც ესეთი რამ ხდება, თუ ერთმანეთს ამაში სოლიდარობას არ გამოუცხადებთ და სოლიდარობაც შეიძლება ვის როგორ ესმის ეს სიტყვა არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ გვერდზე არ დაუდგები ადამიანს, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავს სისტემა დღეს, შენ რა მოგელის მაშინ ხვალ, ესეც უნდა, მაგრამ ვიღაცებს უბრალოდ გონიათ, რომ ეს მას არ შეეხება, იმიტომ რომ დალაგებულია სისტემასთან, თვითონ იმ ორი კაპიკისთვის ყოველდღიურად გადის სახლიდან და რაღაცას აკეთებს და ეხლა არ შეიწუხებს ზედმეტად თავს არაფრის გამო რა, როგორც ჩანს ესეა. თვითონმა იყოფმა ხო იცის რაც ხდება, ხო? ის რომ ის მადანი ვიღაცას არ ხმარდება თუ სადაც გადის და რა გამჭირვალობითაც პროცესი იმართება, საერთოდ ჭიათურაში დაანგრეული, მიწასთან გასწორებული, მიწაში ჩავარდნილი სახლები, უბრალოდ ეს რომ შევიარაღებელი თვალით გადახედო, ყველაფერი ცხადია. აი ამას რა ახსნა ჭირდება, საერთოდ ჩემამდე არ დადის, მაგრამ უბრალოდ აი ესეც საბოლოო ჯამში ამ ინერტულობამდე მივდივართ, რომ უბრალოდ ყველა რაღაცას მიეჩვია. ვიძახეთ ის, რომ თითქოს ტერორი არ არის დღეს, შიში არ არის და წინა ხელისუფლებასთან პარალელები სულ ამ მიმართულებით, რომ ვიღაცა მაშინ გვატერორებდა და დღეს აღარ გვატერორებენ და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ, სინამდვილეში ტერორის გამო ვერ იღებს ვერავინ ხმას, ხო? ახლა კარგად რო ჩაკითხო, ტერორის გამო არ ლაპარაკობს არავინ. მაგას გეტყვის, რომ სკოლიდან გავომიშვებენ, ბაღიდან გავომიშვებენ, სოციალურს მომიხსნიან, რაღაცა იქნება, ეს იქნება. ეს ტერორი არ არის? ანუ ამიტომ რომ შენ 9 წელი რო შენ თანამშრომელს ერთად რომ მუშაობთ, მაგალითად, ან ერთად ცხოვრობ, შენი მეზობელია, უსამართლოდ ციხეში სვამენ. ამის გამო რომ ხმას არ იღებ, ეს ტერორი არ არის? ანუ სხვა რა არის ტერორი? უბრალოდ რადგან შენ არ შემოგაკითხა დღეს ესე იგი ვიღაცამ სახში და წიხლით არ გამოგაგდო იქედან, ესე იგი ეს ნიშნავს რომ ყველაფერი კარგათაა და დღეს მშვიდობაა და ესეთ მშვიდობას მე არ უსურვებდი არავის პირადად. უბრალოდ სანამ ამ საკითხებს ესე შევაპირისპირებთ ზედაპირულად ერთმანეთთან, როგორც ახლა დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, ხო? ეს მშვიდობის, ომის და რაღაცა ეს საკითხები. მანამ ვიქნებით აი ამ მდგომარეობაში რაშიც ვართ. ვიღაცები აქ ყოველთვის იქნებიან კმაყოფილი, საბჭოთა კავშირის დროსაც კმაყოფილი იყო ვიღაც.
ვინც იპარავდა და სხვა დროსაც ხო, სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს კმაყოფილი ხალხი მოიძებნება ყოველთვის ამა თუ იმ ტირანის მისამართითაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმას ხო ანიშნავს, რომ სამართლიანობაა დამყარებული. ჭიათურის მაღაროელთა მასშტაბური პროტესტი 2025 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. პროტესტის მიზეზი გახდა მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის ჯორჯიან მანგანეზის ჯგუფში შემავალი ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის გადაწყვეტილება შეეჩერებინა მიწისქვეშა მოპოვება, რაც ასობით მაღაროელის შემოსავლის დაკარგვასა და სოციალური კრიზისის გაღრმავებას გამოიწვევდა. პროტესტმა სხვადასხვა ფორმა მიიღო. აქციები ჭიათურაში, მსვლელობები თბილისში. რამდენიმე მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმად შიმშილობა აირჩია, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერიოდულად მძიმდებოდა. მაღაროელები თავიდანვე ითხოვდნენ ხელფასების გაცემას, სამუშაო ადგილების შეჩვენებასა და სახელმწიფოს უფრო აქტიურ ჩართულობას. ამ ეტაპზე ვითარება ნაწილობრივ შეცვლილია. კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ პროცესში ჩაერთო მიხეილ სოცკი. დაიწყო რეორგანიზაცია და სამუშაოები ნაწილობრივ განახლდა, თუმცა მიწისქვეშა მოპოვება სრულად არ აღდგენილა. მაღაროელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უმუშევარია. ამ ეტაპზე პროტესტი კვლავ გრძელდება. მაღაროელები კვლავ ითხოვენ ხელისუფლების პირდაპირ ჩარევას და პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას. მათი განცხადებით არსებული მდგომარეობა აღარ არის მხოლოდ შრომითი დავა და ის სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისად იქცა, რომელიც მთელი რეგიონის მომავალს ეხება. ვისაც კი ძალაუფლება გააჩნია, არ აქვს სურვილი იმისა, რომ ჭიათურას უშველოს. ყველა ცდილობს, რომ თავის ჯიბეს და თავის ოჯახს უშველოს. მინდა ასევე ვისარგებლო დრო თქვენი ეთერით და იმ ადამიანებს, ვინც როგორც ჩვენი 4 უდანაშაულოდ დაკავებული მაღაროელი იმყოფება ციხეში, ვინც ესე იმყოფებიან უსამართლოდ ციხეში, უსურო სოლიდარობა და მალე იზეიმოს სამართალი ყველა ქართველის გულში და საქართველოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ გააკეთა. მისი თქმით, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ეხლა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მომართა პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც თქვათ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. თუ ვინმე მათ შორის არის პროფესიონალი და აქვს არგუმენტები, თავისუფლად შეუძლია განაცხადოს, რომ მე ჩემ არგუმენტებს ამ კომისიაზე წარმოვადგენ. შევიდეს კამათში იმ ადამიანებთან, რომლებიც ამას აკეთებენ, რომლებიც ამის გაკეთებას აპირებენ. დაუკორექტირონ, უთხრან, ბატონო, ასე კი არა, ისე ჯობია რომ გაკეთდეს. ან რაღაცა სხვა გააკეთონ. აბა ვნახოთ, ყველა ერთად ვიქნებით ამის მომსწრე, თუ რომელიმე გადადგავს ამ ნაბიჯს, რომ შევიდეს რეალურ პოლემიკაში ხალხის თვალწინ. ქართული ოცნება პრობლემებს არასდროს არ გაურბივართ და ყოველთვის გულწრფელად ვესაუბრები ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგავთ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, სინქრონში ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლება, საგამოძიებო უწყებებიც, ვინაიდან არის ასე ვთქვათ ალბათობა იმისი, რომ შეიძლება რაღაცა კარტერული გარიგებებიც ყოფილიყო, პარლამენტიც ყველანაირად ხელს შეუწყობთ, შეიქმნება კომისია ამასთან დაკავშირებით, ყველა რგოლი ვიმუშავებთ აბსოლუტურად სინქრონში დაუღალავთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რეალურად იგრძნონ თუ რამხელა სხვაობას მივცემთ ჩვენ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე შემდეგი წლიდან. ირაკლი ყობახიძის მიმართვას პოპულიზმსა და არაკომპეტენტურობას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქსელური სასურსათო ბიზნესის წარმომადგენლები რეალურად ქართული ოცნების წევრები და შემომწირველები არიან. მაღალი ფასები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მთელი მოსახლეობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, კვლევებს ატარებენ ესენი ყოველთვიურად ქართული ოცნება და როდესაც ამოვარდა ეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას, იფიქრეს რა გავაკეთოთო და მიაგნეს, როგორც ხშირად აკეთებენ ხოლმე ამას, უბრალოდ პიარულ გადაწყვეტას, რომ მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ, თვითონ ჩვენც აღვიქვავთ ამას პრობლემას და დავაბრალოთ ყველაფერი ბიზნესო. რეალურად ეს პრობლემა არის გაცილებით უფრო კომპლექსური და უკავშირდება მათ შორის იმ ცუდ მოლოდინებს, რომელიც ქვეყანაში არის და არასტაბილურობას პირველ რიგში და ეს ყოველთვის მოქმედებს ფასებზე, უკავშირდება არანორმალურად დიდ გადასახადებს, რომელიც აქვს ჩვენ ხელისუფლებას დაწესებული რიგითი მოქალაქეებისთვისაც და ბიზნესებისთვისაც. სუსი უნდა იყოს ყველაფერი, როგორც საბჭოთა კავშირში KGB იყო ყველაფერი და ყველა სფეროში ამის საცეცები იყო ესე გაშლილი, სუსისგანაც რაღაც მსგავს აკეთებენ. ეს პრობლემა მეტად და მეტად მწვავედ დგას და უკვე ადამიანები ძალიან ხშირად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქუჩაშიც ამაზე ლაპარაკობენ, ეს უნდათ რომ ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად მოიშორონ და ვიღაცის პასუხისმგებლობა იყოს. აი როგორც ევროკავშირში რო ვერ წევრიანდებით რაღაცა დასავლეთის პასუხისმგებლობა, არეული სიტუაცია ვიღაცა ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ანუ რაც ცუდი ხდება, ყველაფერში ხო სხვისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს და გაზრდილი ფასებიც მოდი რა ჩვენი ბრალია. წარმოვიდგინოთ რა უნდა ქნას ახლა სახელმწიფო დინარაძე უნდა დაიწყოს ახლა სუპერმარკეტების დირექტორების დაბარება და უთხრას რომ 5 თეთრი დააკელით ფასები, ანუ იმის მაგალითად რომ გადასახადები დააკლონ, კობახიძეს უნდა მზრუნველი პრემიერის ჩვენება, კობახიძეს უნდა რომ იყოს რაღაცა მაგარი პრემიერი, რომელიც აი ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობილი, რომელიც შევარდა სადღაც სუპერმარკეტში და ფასები დაწია, ანუ დინარაძე რო შევა ახლა სუპერმარკეტში და დაიწყებს გამოძებას, ფასები დავარდება. აი სრული ესე ქვეყანა დაინგრევა ბოლომდე, ეკონომიკა ჩამოიშლება ბოლომდე, თუ დინარაძის საქმე გახდა ფასების მომატება და ფასების დაკლება. და ამას ემატება ის, რომ თუ კარტელური გარიგება იყო, ხო, ეს კარტელური გარიგება, ანუ ფაქტობრივად უკვე სისხლის სამართლის დანაშაული არის, ანუ ყველა სუპერმარკეტის მფლობელებზე უნდა აღიძრას მაშინ საქმე. და ეს ადამიანები უნდა დააკავონ და კარტელური გარიგება არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ასე რომ ცოტა იყოს გაუგებარია. უნდათ თვალშინაცვლის შეყრა და მთავარი პრობლემის გადაბრალება სხვისთვის და რაღაც სუსის კომისიისათვის საპარლამენტო კომისიის შექმნაც კი. კომისია უნდა შეიქმნას პირველ რიგში იმისათვის, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ფასებს ამახინჯებს და ინფლაციის მაჩვენებელს ხელოვნურად ამცირებს. გამოდის მთავრობა და ამბობს, რომ ინფლაცია 4%-ია თურმე და ყველაფერი კარგად არის და აგერ მეორე ასე ვთქვათ გამოსვლისას თურმე რაღაც კატასტროფა ხდება, ეს არის უგუნური გადაწყვეტილება. საბჭოთა კავშირში იყო ასეთი ორგანო, OBHS-ი ერქვა, იმ ასე ვთქვათ სისტემის აღდგენა და საბჭოთა კავშირი იმიტომ დაინგრა, რომ ფასების კატასტროფული ზრდისა და საქონლის დეფიციტის გამო ხალხი მშიერი დარჩა. ასე რომ ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება. ოცნების თავარი შემომწირულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ ფასებს ადგენდა ბაზარზე და მათ შორის როცა ოპოზიციას საუბრობდით და ვითხოვდით კონკრეტულ თუნდაც გადასახადების დაკლებას, აი ევროპასთან რო შედარება არის, ევროპაში ხო ნაკლებია, მაგალითად აი ხორცზე DGG, მაგალითად პურზე DGG, ხო ამას რო ვითხოვდით, პასუხები ხო გვაქვს და ეს ადამიანები ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ კორუფციას წინამდე ვიბრძოლებთ, რომ აი საქართველოში უფრო მეტ მოხალხეს დავაბრუნებთ, მაგრამ 13 წლის მერე ასე ვთქვათ, ლიმიტი ამ დობის ამოიწურა საზოგადოებაში და ამიტომაც არ გვჭირდა ხოლმე პრემიერის მიმართვა იყო ძალიან მოულოდნელი ნაზავი არაკომპეტენტურობის და პოპულიზმის. ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა თუ ეს პრაქტიკაში განახორციელეს, იმიტომ რომ მხოლოდ დაზარალდება უამრავი ბიზნესმენი და იგითი მომხმარებელი და მით უმეტეს უცნაურია, რომ კობახიძე მარიცის რომ თავისივე კონსტიტუციაში უწერია, რომ ფასებზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია და არა მთავრობა. თუ მართლა ფასების დინამიკა ვიღაცას აღელვოს მთავრობაში, უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს, რომელიც მილიარდობით ლარს ყოველწლიურად ბეჭდავს, ლარს აუფასურებს და მერე ლარში გამოხატული ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება. ინიციატივა იმის შესახებ, რომ კომისია უნდა შეიქმნას და რომელიც იმუშავებს ამ ფასების გაიაფების მიმართულებით, პროდუქტებთან დაკავშირებული ფასების გაიაფების მიმართულებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენი პოლიტიკური პარტია ამაში იქნება აქტიურად ჩართული, თუმცა ამ კომისიის პროფილი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც არის ოცნების პასუხისმგებლობა დღესდღეობით და ახლა 5 დღით ადრე კი არ უნდა ვაკეთებდეთ რაღაც კომისიების ანონსებს, არამედ პირდაპირ უნდა ვწყვეტდეთ იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღესდღეობით. სობისათვის ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ ხომარი კვეთება დანაშაულის ნიშნები. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. მისი თქმით, სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ში ადგენს. სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა 16 თებერვალს 12 საათზე ჩაინიშნა.
ლილოშვილის დაჭერა არის შერეს კორუფციასთან, ეს არის შიდა ქართული ოცნებისას გარჩევები, რომელიც ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან იყოს კავშირში, მაშინ მთელი სუქსი იქნება დასაჭერი, მაგრამ როგორც ჩანს, უბრალოდ გადაინაწილის შემოსავლების წყარო, სუს იგივე რაღაცას ფარველობს, იგივე არაკამერად იქცევა, როგორც აქამდე იქცეოდა. უბრალოდ ეხა ეს ფული სხვა ადამიანების ჯიბეში მიდის და უბრალოდ ლილოშვილი ჩამოაშორეს ამ ყველაფერს და ასეთი ფორმით ხდება მისი დასჯა. სუსის ხელმძღვანელი ყველაზე გავლენიანი უსაფრთხოების ასე ვთქვათ სამსახურია, ხო? სტრუქტურა და ზამოვანი ასე ვთქვათ უწყება საქართველოში. ამ ხელმძღვანელი თურმე რომელიც 6 წლის მანძილზე 7 წლის მანძილზე ეკავდა ამ თანამდებობას, ყოფილა ღრმად კორუმპირებული. ყველა მიმართულებით კორუმპირებული. კოლცენტრებს ფარველობდა, ბაგაბაღებიდან ატყატებს იღებდა, უცხოელ ბიზნესმენებთან თემებს ალაგებდა. ეს როგორ შეიძლება რომ არ იყოს რა თქმა უნდა აღშფოთების წყარო და ყველა ნორმალურ ხელისუფლებაში ამდენად კორუმპირებული სისტემის შემოქმედები ნამდვილად გადადგებოდნენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ იპარავდა ფულს და ვინ იპარავს ახლა და ეს ყველაფერი ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. სხვაგვარად ვერ იქნება და ვერ დაერქმევა ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლა, თუ რეალური ქმედითი ნაბიჯები არ იქნება და არ ჭირდება ახლა ამას ძალიან ბევრი საუბარი. უნდა გაეცეს ყველა შეკითხვას პასუხი, ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები, ვისთან მიდიოდა ეს თანხები და ვინ იყო საქმის კურსში. მიუხედავად იმისა, რომ გრიფი დაედება, რა თქმა უნდა ბრალდებულ მხარეს ეს ყველაფერი გაეცნობა, მათ შორის მათ ადვოკატსაც. ასე რომ ეს გამოძიების ეტაპზე არის საიდუმლოდ დატოვებული და სწორადაც გააკეთეს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ქსელში ბევრი ისეთი ადამიანი არ მონაწილეობს, რომელიც ასევე ძირგამამრთელ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომ ახლა ისინი წინასწარ გააფრთხილო იმის თაობაზე, რომ გამოძიებას აქვს მათ წინააღმდეგ მასალები და მათ მანევრირების საშუალება მისცეს, ეს არ იქნებოდა სწორი. და ამის გამოკეთდება რამდენადაც მე გავიგე მათი ოფიციალური განცხადებიდან. მეც ასე გავაკეთებდი, აქ თავარი არის მართლმსაჯულების ინტერესი. თუ ვინმე არის დანაშაულებრივ საქმიანობაში გარეული, ის ვერ უნდა დაუწყდეს მართლმსაჯულებას და პირველ რიგში ეს უნდა აღსრულდეს. მნიშვნელოვანია რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. ჩვენთვის ქართული ოცნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობებს ყოფილ პოზიციებს თუ მოქმედ კონკრეტულ ჯგუფთან აფილირებას, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფები და კონკრეტული პროფესიები, კანონს ვის დაარღვევს, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და შესაბამისად სასამართლოს წინაშე სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ექნება შესაძლებლობა რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს, ხოლო ქართული ოცნების გუნდი გააგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ უგუბრობის ბრძოლას. ცნობისათვის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვე პუნქტითა და მესამე ნაწილის ე-ქვე პუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქტივისტები, რომლებმაც მეგობარი აქტის 380 მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, დააჯარიმეს. როგორც როსტო ზარანდია წერს, ანაკლიაში მეგობარი აქტის 380 მეტრიანი გეოგლიფის გამოსახვის გამო ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის მერიამ ოქმი აქტივისტს დღეს გადასცა, სადაც წერია, რომ აღნიშნულმა პირმა სოფელ დიდინეთში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით. ამასთანავე როსტო ზარანდიას გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც უჩივის, მას ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებას ედავებიან. სასამართლო პროცესი ხვალ 26 დეკემბერს 14 საათზეა ჩანიშნული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილების ჩხრიკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პოვოპოს შემცველი სითხე და 16 შეკვრად დაფასებული ამავე სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცება დამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260
და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს. პატრულ ინსპექტორებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 დეკემბრის ჩათვლით 720 სამართალდარღვევა გამოვლინდა. სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდებით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 6 ფაქტი კი უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოიღეს 590 უკანონო საშუალება ფრინველის მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული მანოკი. 48 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. თარიღის აღსანიშნავად წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსახდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ეს წლები არის საქართველოს არა მარტო ეკლესიის, თვითონ საქართველოს აღმავლობის წლები და ეს წლები არის სწორედ ის სულიერი გაფრწყინვების წლები, რომელსაც ყველა ვგზნობთ. ისი უწმინდესობა ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ყველა დარგში წარმოადგენდა ისეთ დიდ ავტორიტეტს, რომ მისი სიტყვა არა მარტო ეკლესიური ადამიანისთვის, არამედ უკვე საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა დიდი სიყვარულით მიულოცო მის უწმინდესობას მისი ინტრონიზაციის 48 წლისთავი და უსურო ჯანმრთელობა, კარგათყოფნობა და ყველას გისურვოთ ის, რომ მრავალჟამიერ გყავდეს ჩვენი პატრიარქი. აქედან იწყება ჩემი სულიერი ცხოვრება, სწორედ რაც პატრიარქი აღსაყრდა. ამდენი ეკლესიები გაიხსნა. თავისუფლად დავდივართ, მოცულობთ, მოვილოცეთ მთელი საქართველო. და ეს ყველაფერი არის საოცარი სწორედ ჩვენი პატრიარქის დამსახურება. ჩემთვის ერთ-ერთი წმინდა დღეა და მინდა ჩვენს ძლიერ საქართველოს მიულოცო, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს და მინდა ვუსურვო კიდევ დიდ ხანს სიცოცხლოს, მრავალი შესაძლებოდეს კიდევ იმისთვის, რომ ქართველი ერისთვის და თვითეული ჩვენთაგანისთვის მის გულში ყოფილიყოს ყველასი ადგილი და დაელოცოს ჩვენი თავი კიდევ მრავალი წელი.